რა ხდება დიღმის ერთ-ერთ კლინიკაში მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ 40 წლის ქალი, რომელიც უკვე რეანიმაციაში გადაიყვანეს ექიმების მხრიდან, სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. გითხრა, რომ ცუდად ექცევიან წაყვანას გვემუდარება, წერს მისი ნათესავი. მათივე ცნობით საავადმყოფოს პერსონალი ოჯახს არც პაციენტის ნახვის უფლებას აძლევს და ეუბნება, რომ მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს. კაცი ორსულ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 24 წლის წარსულში ნასამართლევი პირი მარნეულში დააკავეს. კალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 5 ავარია დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე გორთან ახლოს. ვიდეოს ჩემი ქალაქი მკლავს აქვეყნებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი გაყინული გზაა. მოქალაქეების ცნობით გზაზე მარილი დაყრილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარს უთხრეს, რომ დაშავებულია ერთი პირი. ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო რუსეთის სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს, წერს სენატორი ლინსი გრემი. მისი ცნობით კანონპროექტი ამერიკას საშუალებას მისცემს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და ამით პუტინის საომარ მანქანას გვებავენ.